ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია. უჩვეულო სურათები მივიღეთ დარბაზში და რესტორნის სამზარეულოში ტანსაცმელი და საცვლები ეკიდა. დაგვაინტერესა ამ ფოტოებმა და გადავწყვიტეთ მივსულიყავით. მივედით კიდევაც. აუცილებლად უნდა გამოცვალოთ სასწრაფო ტაფები. აი ამ ტაფებით მუშაობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აი ეს უკვე გადასაგდები თეფშია, თუ რა თქმა უნდა პრეტენზია აქვს თავმოყვარე რესტორანის სახელზე. მაგიდის სტილო და ჩამჩა, რომლითაც საჭმელს ამოურევთ, მე ერთად არავითარ შემთხვევაში კვეთაში არ უნდა იყოს. ეს არის საზიზღრობა. ფეხსაცმელი და თასები, სადაც პროდუქტი ინახება. აი ეს ხო დაუშვებელია. ეს არის თანამშრომლის ბრალი, ეხა მომწონს ძალიან, სუფთად არის ყველაფერი, კარგად მოფიქრებული. როგორი კედლები გაქვთ, როგორი უჟანგავი მაგიდები გაქვთ, იდეალური. გამწოვიც იდეალურია, მაგრამ ეს კონდენსატი, ეს არ არის იდეალური. ეს არის კრიტიკული შეუსაბამობა სამწუხაროდ. ეს არის უსაბუთო ხორცი, რომელიც კანონმდებლობით ექვემდებარება ჩამორთმევას, დალუქვას, განადგურებას და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეს უნდა გააკეთოს წესით და რიგით. თბილისი კახეთის გზატკეცილი სასტუმრო და რესტორანი რაგნარი. რატომ მოვედით კონკრეტულად ამ ადგილას? წერილი მივიღეთ სურათებით, რომელსაც აუცილებლად გაჩვენებთ და გადაწყვიტეთ, რომ უნდა ვეწვიოთ ამ ადგილს. სახალხო კონტროლი ისევ დაბრუნდა ეთერში და პირველი ობიექტი ეს არის რაგნარი. ძალიან დიდი ხანია უყურებ ამ ობიექტს. ჰალალი აწერია რესტორანს, გარედან ძალიან მოწესრიგებულია. ლამაზია, დარბაზიც გამოვიარე და ლიზა გაჩვენებს დარბაზიც ლამაზია. ნახოთ რა ხდება სამზარეულოში. პირველ რიგში რაც უნდა ვნახოთ, ეს არის რამდენად არის გასუფთავებული გამწოვი. აი ეს უნდა გაიწმინდოს, ნახეთ როგორი მდგომარეობაა. მით უმეტეს, როდესაც აი სუფთა ისინი გიკიდიათ, ჩამჩები. ესენი სულ იმაში ესენი ჩამოვიღოთ, ესენი არ უნდა ვიხმაროთ. შეხედეთ, ყველგან კონდენსატია. კედლები მოწესრიგებულია, ჭერი მოწესრიგებულია, იატაკი მოწესრიგებულია. მაცივებში ვნახოთ რა მდგომარეობაა. სამწუხაროდ საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა. შეხედეთ, როდინდელია, შეგიძლიათ მითხრათ ფარში? გუშინდელი არისო. ფარს რამოდენიმე საათი აქვს შენახვის ვადა. ეს მაგიდიდან მობრუნებული ყველი არის, არ ვიცი რაში გამოიყენებან, შეიძლება მომსახურე პერსონალის არის. ყოველ შემთხვევაში ბრალს უსაფუძვლოდ ვერ დავდებ, მაგიდები კარგია, მაგრამ აი ქაოტურად არის დაყრილი ყველაფერი და არ უნდა იყოს აქ საწყობი, მოწესრიგებული უნდა იყოს ყველაფერი და მტვერის დაგროვების საშუალება ობიექტზე არ უნდა ხდებოდეს არანაირად. ეს მაგიდა არ უნდა იყოს სამზარეულოში, იმიტომ რომ ნახეთ აი როგორ არის აი ჭუჭყი, ჩამჯდარი, შეხედეთ. აი ეს ყველაფერი შემდეგში უკვე პროდუქცია აისახება პროდუქტის ხარისხზე და უმნებლობაზე. აი ესეთი ზედაპირებიც, აი ნახეთ ეს ყველაფერი აბინძურებს პროდუქციას. კეთების დროს სტილოებიც გასასუფთავებელია, არ არის სათანადო. ეს საყინული არის, საყინულეში ეტიკეტირება პროდუქციაზე არის და პროდუქცია სწორად არის განლაგებული. აი ასე არ უნდა იყოს ეს კარაქი, ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს, როგორც კონტეინერებია განთავსებული და მოწესრიგებული, ასე უნდა იყოს პროდუქტიც მოწესრიგებული და ეტიკეტირება უნდა იყოს პროდუქტზე. მაცივარი უნდა იწმინდებოდეს სათანადოდ, აი ესეთი ჭუჭყი მაცივარში არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. ნახეთ, ყველაზე აი ცუდი აქ კიდე რა არის და რაც არ მომწონს, ეს არის აი ეს კონტეინერი, ნახეთ, აი ასეთ კონტეინერში ნამდვილად არ უნდა იყოს პური მოთავსებული. აი ეს არაჰიგიენურია და ძალიან ამაზრზენია, ნახეთ, აი ესეთ კონტეინერში. შეხედეთ, აი კონტეინერი არის შეკრული და აი რა გაჭირვება აქვს ასეთ რესტორანს, რომ აი ესეთი
აი ასეთი პურის კონტეინერი ასეთ მდგომარეობაში არ ქონდეთ, ესეც სასწრაფოდ შესაძლებელია და იმედია რომ შეცვლიან რაღაცაებზე კიდე დავხუჭავ თვალს, იმიტომ რომ სანიტარული დღე აქვთ გამოცხადებული და ლაგდება ყველაფერი და იმედია რომ ეს ყველაფერი დალაგდება და ასეთ მდგომარეობაში არ იქნება. გასკურა გასაწმენდია, მაგრამ ნუ სანიტარულ დღეს იმიტომ აწესებენ რომ გასკურა უნდა გაწმინდონ და ყველაფერი უნდა დაალაგონ, მაგრამ კონტეინერებს რაც შეეხებათ, გაფუჭებული გატეხილი კონტეინერები აუცილებლად უნდა შეიცვალოთ. კოროზია აუცილებლად უნდა იყოს აღმოფხრილი და კოროზია არ უნდა იყოს აბსოლუტურად არცად. აი აქ იყო მცდელობა გაკეთების ეს სკოჩით ეცადეს დამაგრება, მაგრამ აი ნახეთ, აი ეს არის ზუსტად ის კატასტროფა, რადგან შეიძლება პროდუქტში ჩაცვივდეს და მით უმეტეს, როდესაც აი ასე თავდახურული არ არის და დაბინძურდეს პროდუქცია. აი ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აუცილებლად უნდა გამოცვალოთ სასწრაფო ტაფები. აი ამ ტაფებით მუშაობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ახალ ტაფები ნაცვალი კი ბატონო. ჩვენ მოვიტანეთ და აი სულ ახალი ტაფები. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ესენი უნდა გაიტანოთ და გადაყაროთ. სასწრაფოდ უნდა გაიტანოთ. ეხლა მოდით ჩემთან ერთად დაიკუზეთ და შეხედეთ კედელი როგორ სულის ამდანებს. ეს სანიტარის დღე არის, ქალბატონო. ჩვენ მაინც მუშაობა იყო და ეს დღეს გაქვს სანიტარის დღე. ჩემი ძირფასო, მაგრამ გუში ხო ქონდა. მოდით ესეც მივხედოთ. აი ნახეთ ეხა თმები რამდენი თმებია. შეხედეთ რა მდგომარეობაა და ამ თმებთან არის აი ეს ქვაბები დაწყობილი. აი ნახეთ, სულ თმები აქვს აყოლილი. აი ეს ყველაფერი უნდა დაალაგდეს სწორად. ნახეთ, ზედმეტი ტანსაცმელი აი სამზარეულოში ფეხსაცმელებიც არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. რაგნარში ორი სივრცეა, ერთი არის დიდი სარიტუალო დარბაზი და მეორე უფრო მცირე ზომის რესტორანი. ეს არის შემოსასვლელი. როგორც ჩვენ გვითხრეს, სანიტარული დღე აქვს და ალაგებენ, ნამდვილად ხედავთ აქ მტვერსასრუთს. იატაკი ძალიან ჭუჭყიანია, მაგრამ გასაგებია, იმიტომ რომ შეიძლება გუშინ იყოს წვეულება და დღეს წმინდავენ და ასუფთავებენ. აქვე ხედავთ გაშლილ სუფრას, შეიძლება ელოდებიან კიდევაც საღამოს სტუმრებს. სუფრა არის სუფთა, ნამდვილად. ჭურჭელი არის ცოტა შელახული, აი ნახეთ, აი ესეთი ჩამონატეხები, აი ესეთი, ხო? არ უნდა იყოს თეფშებზე, არანაირად. აი ეს უკვე გადასაგდები თეფშია, თუ რა თქმა უნდა პრეტენზია აქვს თავმოყვარე რესტორანის სახელზე. არ არის ახალი დარბაზი, მაგრამ განათება არის, ალბათ საღამოს აქ მუსიკაც უკრავს და მხიარულებაა და სტუმრებიც კმაყოფილები არიან. კერძებს ჩვენ რა თქმა უნდა ვერ შევაფასებთ, მაგრამ სამზარეულოში უკვე მუშაობს მადონა და შესაბამისად გაირკვევა რამდენად სუფთად და ჰიგიენის ნორმის დაცვით მუშაობენ რაგნარში, ჩვენ კი ვაგრძელებთ და ვათვალიერებთ დარბაზებს. ეს არის ხინკლის და საცხობის სივრცე, აქ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. იატაკი მოწესრიგებულია, სველი არ არის და აქედან გამომდინარე ეხლა არ გაუწმენდიათ. ონკანიც სუფთა არის, ნიჟარაც სუფთაა, ნახეთ, უჟანგავი. აქ არის ბლინები საყინულეში ჩაწყობილი, ეტიკეტირება გაკეთებული აქვს, ჭერიც მოწესრიგებულია, აბლაბუდებიც არ არის, მაგიდებიც უჟანგავი და კარგი არის. აქ სიტუაცია ბევრად უკეთესია და აქ სიტუაცია პრინციპში მომწონს. იცით რა, აი აბსოლუტურად სად როგორი მზარეული მუშაობს, ეთყობა მის ადგილს. აქ ნამდვილად ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც უყვართ თავისი შრომა და სწორად საზღვრავენ თუ რა დონის სისუფთავე უნდა იყოს კვების ობიექტში. ეხლა თქვენ შეიძლება შემეკითხოთ თუ რატო შემოვედით ჩვენ ამ ობიექტში. რატო ვარ შემესულები? აი რატო ვარ შემესული? ამას ეხლა ეკრანზე ნახავთ. ეს არის რაგნარის მეორე დარბაზი. უკვე კლასიკური რესტორანი, აქაც არის გაშლილი სუფრა. გვეუბნებიან, რომ დღეს არ მუშაობენ, თუმცა სტუმრები იყვნენ შემოსულები. შეგვიძლია მენიუსაც გადავხედოთ. სხვათა შორის ეთნიკური აზერბაიჯანელების ფლობელობაშია რესტორანი და რა თქმა უნდა, აქ არის როგორც ქართული, ასევე აღმოსავლური აზერბაიჯანული კერძებიც. ფასები ტრადიციული თბილისური, არა დაბალი, მაგრამ რაც შეეხება თვითონ დარბაზს, არის სასიამოვნო, სუფთა, ორსართულიანია, მეორე სართულზე
არ მუშაობენ ამჟამად, მაგრამ მე როგორც ვიცი, არის ასევე კუპეები. ვიზუალურად დასაწუნი არ არის, მაგრამ ჩვენ ვიცით ისთვის ვართ შემოსულების კონკრეტულად ამ რესტორანში, ჩვენ გვაინტერესებს თუ რა ხდება სამზარეულოში. ბუფი გამოიძახეთ და ეს კონდენსატი აქედან მომიცილეთ, იმიტომ რომ აი ეს არის ზედანაშაული. აი ეს არის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ნახეთ, აი რა მდგომარეობაა, შეხედეთ. შეხედეთ, ხელი მოუს. მაგ არა, აქ მოუს, აქ ნახეთ. აი, შეხედეთ. შეხედეთ. აი, ამას შეხედეთ. სულ აი შეხედეთ რა მდგომარეობაშია, რამე რა ნაგავია მიწეპებული. ეს ყველაფერი უნდა გაიწმინდოს. და კიდევ ერთხელ, მიაქციეთ მომსახურე პერსონალს ყურადღება. მაგიდის სტილო და ჩამჩა, რომლითაც საჭმელს ამოურევთ მე ერთად, არავითარ შემთხვევაში კვეთაში არ უნდა იყოს. ეს არის საზიზღრობა. არ შეიძლება ეს აქ იდოს. მაგიდის სტილოები გაასუფთავეთ, არც აქ არ უნდა იგდოს ეს. და ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გაიწმინდოს და გამოიხვეტოს. აი ნახეთ რა მდგომარეობაშია. ყველაფერი საშინელი ბინძური გაქვთ. აი ძალიან სიბინძურე გაქვთ. და ეს მოაწესრიგეთ. აი ნახეთ, ფეხსაცმელი და თასები, სადაც პროდუქტი ინახება. აი ეს ხო დაუშვებელია. ეს არის თანამშრომლის ბრალი. ეხა თქვენ ხო ყველაფერს ვერ მისდევ. ნახეთ, ყოველდღე ხო ვერ შემოხვალთ აქ. ახლა ამას შეხედეთ, მოგწონთ. აი ეს არის ყველაფერი აბსოლუტურად. კედლები ნახეთ. ხორცის მანქანა კარგი, გარეცხელია, კი ბეტონო, ახლა არ დავიწყებ ამის შემოწმებას, მაცივარს ნახავ, კედლები იგივე მდგომარეობა. ახლა ამას შეხედეთ. აი ამას შეხედეთ, ნახეთ. აი ეს არის უდიდესი დანაშაული. აი ეს არის ის, რაც შეიძლება ბრუცელოზი და სალმონელა გამოიწვიოს ადამიანში გადაიტანოს. ნამდვილად დალაგების პროცესში არიან, ამიტომ მაინც შევიხედოთ რა ხდება სველ წერტილებში. აი ეს არის საპირფარეშო, გარემონტებულია სასიამოვნო, ნამდვილად ყავთ დამლაგებელი, რომელიც ასუფთავებს და აწესრიგებს აქაურობას, წყალი მოდის, შვენიერი, არის აი ესეთი თხევადი საპონი და არის ხელსახოცი, აი, არის ხელსახოცი. რაც შეეხება დანარჩენებს, არ არის დაზიანებული უნიტაზი, რაც სასიამოვნოა, არის ტუალეტის ქაღალდი, სუფთაა და ის რომ აქ ალაგებენ, ნამდვილად და აწესრიგებენ, ესეც უნდა ვაღიაროთ. ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებთ ობიექტურ სურათს, რასაც ჩვენ ვხედავთ და ჩვენი კამერები ზუსტად იმას ხედავს, ჩვენი მაყურებელიც და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მინდა შეგახსენოთ, რომ ის მიზანი, რის გამოც ჩვენ შემოვედით ამ რესტორანში, ეს იყო ის, რომ ხშირად ტანსაცმელი ალაგია უადგილო ადგილას, ანუ დარბაზებში, სამზარეულოში, იქ სადაც სურსათი ინახება და ნამდვილად დამტკიცდა ეს ამბავი, ანუ სიმართლე იყო წერილში ნახსენები. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ყველა ის შენიშვნა, რომელიც დღეს მიიღო პერსონალმა, იმედია იქნება გათვალისწინებული. მე კი შეგახსენებთ, ჩვენ ვართ დედაქალაქში, კახეთის გზატკეცილზე, რესტორან რაგნარში. აი ეს ერთგვაროვანი უნდა იყოს, მარილი დამუშავებული უნდა იყოს, არც ერთი არ არის, არც მეორე არ არის. აქაც შეხედეთ, აი ბუზები და ბზიკები შეხედეთ რა მდგომარეობაა. აი შეხედეთ, ამას შეხედეთ. აი ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. აი ეს შეიძლება ასე, ამას შეხედეთ, აი ნაწილაკები. ეს არის საშინელება, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. აი ნახეთ რა მდგომარეობაა და ეს რა არის? ეს რა არის? ეს თევზის მაცივარია? ეს რა არის? ეს რა არის? მიპასუხეთ. აი ამას პროსომ ვაწმინდა და ერთად რა წმინდავთ? მწვანე ბუზის ნარჩენი არის, რა წმინდავთ? ერთ-სამე ბოჭში და ჩვენ ძამლები, აი ძამლები. ამას შეხედეთ, აქ რას გავს, რამეს, რას საშინელებაა შეხედეთ. ბუზებით სავსეა მაცივარი. რას მელაპარაკებით? გამხელა ფული გაქვთ დახარჯული, აი უჟანგავი, ყველაფერი მოწესრიგებული. ასე მომიწესრიგეთ დანარჩენები, ბოსტნეულებს რო უვლით, ასე ხორცს მოუვარეთ. ეს რბილი ხორცია? საიდან მოგაქვთ ხორცი? ეს მომაკახეთ. აი ნახე ხორცი. აი ნახეთ უბრალოდ, აი ნახეთ, ამას ქვია ხორცის სუნთქავსო. ნახეთ რა ხორცია.
არაჩვეულებრივი საქონლის ხორცია, რომელიც სასაკლაოდან მოგაქვს. ამას მოგვაქვს იმიდან. საიდან? რა ქვია, ბაზარი. გარაჯის ბაზრიდან რა. ამ მნიშვნელობაქ ეტიკეტი უნდა მოყვებოდეს. აქ ისე შემოტანისუფლება არ აქვს. გააქვთ ეტიკეტი. საბუთი გვაქვს. სად არის მანახე? კაი, მანახეთ საბუთი. მიახლოებით წონა ვიცი, აქედან შეხედეთ მაცივარი რას გავს. თქვენ შეხედეთ ბატონო, თქვენ ხელმძღვანელი ხართ და შეხედეთ. მაცივარს უნდა გაწმენ და დასუფთავება. აი ნახეთ, ყველგან ჭუჭყია აბსოლუტურად, ყველაფერია ჩაყრილი. ნახეთ, აი ამას შეხედეთ. აი ეს როგორ შეიძლება აი ესეთი მდგომარეობა გქონდეთ მაცივარში. აი ეს ყველაფერი უნდა სუფთავდებოდეს. აქაც უჟანგავი ყველგან აქვს გაკეთებული, ყველგან გადახურული აქვს, ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული, მაგრამ აბსოლუტურად არაფერს არ აქვს აზრი, თუ ეს ყველაფერი არ დასუფთავდა. სანიტარული დღე ნამდვილად ძალიან საჭირო. თბილისიდან გავდივართ კახეთისკენ და გზად შეხვდა რესტორანი მაგნოლია, რომელზეც სხვათა შორის არაერთხელ გვწერდნენ, რომ საკმაოდ დიდი და პოპულარული რესტორანია და ერთხელ მაინც გვაჩვენეთ სამზარეულოში რა ხდება და აგერ დღეს გაჩვენებთ. სიმართლე გითხრათ, კიდევ ერთხელ მოვტყოვდი, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდი, რომ აი ასეთი სასიამოვნო სიტუაცია დამხვდებოდა. ყველაფერი არის იმდენად მოწესრიგებული, პირველი აი ხედვით, რასაც ვუყურებ, რომ აი ვარ აღფრთოვანებული. მუშა პროცესში აბსოლუტურად მესმის, რომ შეიძლება კედლებიც დაისვაროს, მაგიდებიც დაისვაროს, მაგრამ აი საერთო ჯამში, როდესაც უყურებ, რომ აი არის, ანუ როგორ გითხრათ, აი ყნოსვით ვგრძნობს ისუფთავეს და ეს ობიექტი, მინდა ვთქვა, რომ აი იატაკი, კედლები, ჭერი ნამდვილად კარგია. შეგზარეული ვინ არის? შობლებაშია. აი ეს არის კრიტიკული შესაბამობა. ქალბატონო ეტყობა არ ყოფნით და აი ნახეთ, აი მე ხო არ ვიგონებ, შეხედეთ. აი ყველაფერი ნახეთ, როგორი კედლები გაქვთ, როგორი უჟანგავი მაგიდები გაქვთ, იდეალური. გამწოვიც იდეალურია, მაგრამ ეს კონდენსატი ეს არ არის იდეალური, ეს არის კრიტიკული შეუსაბამობა სამწუხაროდ. დაფები ნახეთ, როგორი გაწკრიალებულია. კარტოფილიც კი გარეცხილია, აი ნახეთ, რაც ძალიან მომწონს. გასუფთავებული კარტოფილი არის შემოტანილი სამზარეულოში, ანუ ჭუჭყი გარედან სამზარეულოში არ ხვდება. აი ეს არის ზუსტად ჰასპის პრინციპები და ამ ობიექტზე ჰასპის პრინციპები, რასაც ვუყურებ, გამწოს თუ არ ჩავთვლით, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა ნამდვილად მუშაობს. ზედაპირები, ნახეთ, აი ყველა როგორ არის, ყველაფერი აბსოლუტურად ჩაწიწიკებული, ნახეთ, აი ყველაფერი მომწონს აბსოლუტურად. მაცივარში კონტროლი მიმდინარეობს, ნახეთ, ტემპერატურული რეჟიმის, ეს არ არის ჰერმეტულად დახურული, ბადები უნდა იყოს აბსოლუტურად ყველაფერზე მინიშნებული და თავღია არ უნდა იყოს არაფერი, იმიტომ რომ ზევიდან ჩვენი საშიშროება არის ძალიან დიდი, ყველაფერზე უნდა იყოს გადაკრული პარკები. აი ეს ყველაფერი ზევიდან არის დაყრილი. ნახეთ და კოროზია არის აღმოსაფხვრელი აუცილებლად. თუმცა აი ყველაფერი კონტეინერში არის, ბადები ყველაფერს არ აწერია. სამწუხაროდ. ჭერი იდეალურად სუფთა არის. ნახეთ, აი გაწკრიალებულია, კედლებიც გაწკრიალებულია. ნახეთ, აი ცომის გასაფრთხელებელიც სუფთა არის, გაწკრიალებული და ბოლო სტანდარტის არის გათვალისწინებული. აი ეს შრომის ინსპექციიდან გამომდინარე, უნდა იყოს სპეციალურად ხელის დასაცავი, რომ მომსახურე პერსონალმა, ვინც უშუალოდ აკეთებს, მზარეულმა ხელი არ დაიზიანოს. მაგნოლიას ეზო ბაღს უფრო გავს, ნახეთ როგორი აყვავებული ლამაზი ყვავილებით მოსხმული ხეებია. ეს არის კუპეები, გვესმის ხმები, მამაკაცების კეიფობენ. რა თქმა უნდა და ხელს არ შეუშლით. უბრალოდ ვხედავთ ნუმერაციას, პირველი, მეორე, მესამე კუპე. აქ არის ასევე მაგიდები, ეს არის ღია სივრცე და ნახეთ როგორი საყვარელი საქანელა. მომწონს ძალიან, სუფთად არის ყველაფერი, კარგად მოფიქრებული. აი ნახეთ როგორი საინტერესო კომპოზიცია, ნეტა ხე არის თუ არა. არა, ეს არის თიხისგან
ხელოვნურად გაკეთებული დეკორაცია, რომელიც უზარმაზარ მუხის ხეს გავს. კამერა მაცივარში რა ხდება, შიგნით არ შევალ, აქედან შევიხედავ და ეს ნაგავი არ უნდა იყოს, აი ეს უნდა იწმინდებოდეს. ხანდახან მაინც უნდა გამორთონ და გაწმინდონ. ეს ახალი ხორცი არის, ყველაფერი აბსოლუტურად გადაკრულია, მაგრამ ჰერმეტულად უნდა იყოს ყველაფერი გასაცieblად არის შემოტანილი. როდესაც პროდუქტს აიღებენ, აუცილებლად თავზე უნდა დაახურონ. ბევრი პროდუქციის ბრუნვა აქვს და აი ზუსტად ეს არის მიზეზი, რომ სწორად დახურვა და სწორად პროდუქტის მოვლა ვერ ხერხდება. თუმცა აი აბსოლუტურად ყველაფერი ახალია, აბსოლუტურად ყველაფერი საუკეთესო ხარისხის არის. გაწკრიალებული მაცივარი, ჩაწიკწიკებული თევზეული მაცივარი არის აი თერმომეტრით, ყველაფრით აბსოლუტურად მაცივარი არის მოწესრიგებული. აქ რა მდგომარეობაა ვნახოთ. აი ეს არის კონდენსატი. ეს არის კონდენსატი და აქაც ნახეთ, აი ქალბატონო, ნახეთ ზევიდან ჩამოვარდნილი კონდენსატი. ყველაფერი წვეთავს და ეს ღია არ უნდა დატოვოთ არავითარ შემთხვევაში. გაიხსნა, კი ბეტონო, გაიხსნა და აი აქაც მაცივარი გაქვთ, გათიშული გასალღობად. აქ რა გაქვთ? პილმენებია. პილმენები როდინდელია. როდინდელია. 2508. კი ბატონო. მაგრამ ამას რო ალღობთ, აი ამას რო ალღობთ, იმას რო გაალღობთ, მე მისი გამოყენება უკვე ფაქტიურად შეუძლებელი იქნება. თუ კი საყინულია, მაშინ პროდუქცია წესრიგშია, მაგრამ კონდენსატი არ უნდა წვეთავდეს და ზევით აი ეს ყინვა ყველაფერი მესმის, იმიტომა გამრთული რომ უნდა გაირეცხოს. პრინციპში გამრთულიც არ არის. ეს მაცივარიც მოწესრიგებულია. ვადები ყველგან არის აბსოლუტურად დაწერილი, სუფთა არის გაწკრიალებული, ეს მაცივარი მომწონს, ოღონ აი ამგეს მიმიქციეთ ყურადღება და ეტყობა ზევით რაღაცეებს მიწყობთ. ნახეთ, ეს რა არის? ეს რა არის? აი ამას რო გაწმინდავთ, ესეც უნდა გაიწმინდოს აუცილებლად. კმაყოფილი მადონა დიდი ხანია არ გვინახავს და დღეს მაგნოლიაში მგონი ჯერჯერობით ყველაფერი მოსწონს. ჩვენ კი ვამოწმეთ სველ წერტილებს. შევდივართ, აბა ვნახოთ, ეს არის გარე სივრცის ტუალეტები. ელემენტარულად ხელი რო დაიბანო, აი, უნდა იცოდე, როგორი პირობებია. არის თუ არა საპონი, კი ბატონო, არის აი ესეთი საპნის ქაფი, არის ასევე ერთჯერადი ხელსახოცი და მოდით შევიხედოთ კაბინებში. აი ესეთი კაბინებია, არის სუფთა ნამდვილად ვაღიარებთ, რომ სუფთა, მოწესრიგებული, არანაირი სუნი, ესეთი არასასიამოვნო, არის განრიგი, სადაც ინიშნება, როდის მუშაობს დამლაგებელი და ასე შემდეგ. მოკლედ, კი არის რაღაცა ეზოს ტუალეტი თითქოს, მაგრამ ამავდროულად ძალიან სუფთა და მოწესრიგებული. რესტორნის სამზარეულოს შესასვლელთან დგავარ და უბრალოდ შევნიშნე, ნახეთ, ტელეფონებს პერსონალი ტოვებს აი აქ, სპეციალურ ყუთებში, ყველას თავისი აქვს, აი ესეთი ადგილი და სადაც ინახება ტელეფონები. ანუ ტელეფონებით არ მუშაობენ და ეს ძალიან კარგია და მოსაწონია და მე მომწონს, რომ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. აქ ხდება მწვადის მომზადება და ხორცის დასამუშავებელი ადგილი. მაცივარი გამოსაწმენდია, ეს ორი მაცივარი ისე თუ ასე სუფთაა. მაყალია, მაყალთან დაკავშირებით რა უნდა გითხრათ? აქ კიდე ერთი, ვაიმე, რამხელა რესტორანია. აქ გაწკრიალებულია ყველაფერი, მაცივარი სუფთაა. ნახეთ? აი როგორაა ჩაწიკწიკებული. აი ეს მომწონს, აი ამას, აი მეც ხო არაფერს არ ვითხოვთ. ვითხოვთ მხოლოდ სისუფთავეს. ეს არის თვითონ მომსახურე პერსონალზე დამოკიდებული. შეხედეთ, აი აქ მუშაობს მამაკაცი. ეს არის მამაკაცის მაცივარი, არა მამაკაცის. ეს არის მზარეულის მაცივარია. ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი საქმე. ერთი კითხვა მაქვს, მაცივრებს თქვენ ესუფთავებთ? თქვენ ესუფთავებთ. თქვენ ადგილს უვლით თქვენ? რა თქმა უნდა. ზარეულის მოვალეობა არის. ქეთს ვიხრით თქვენს წინაშე. აი ქეთს ვიხრით თქვენ წინაშე. რასაც აი ხედავ, ნამდვილად აი ღირსეული ადამიანი ხართ და ნამდვილად პატივცემთ მომხმარებელს. ეს არის ხორცის დასამუშავებელი ადგილი.
ეხლა აქ ცოტა თავს შევიკავებ, ჯგუფს არ შემოვიყვან, გარედანვე გადავიღებთ ესე თავსაბურავი არ მახურია და ამიტომ არ მინდა იმდენათაა პროდუქტი გაშლილი, რომ ვერანაირად ვერ შევალ შიგნით, ძალიან მომწონს და სწორი გადაწყვეტილებაა, როდესაც ხორცისთვის სპეციალური ადგილი არის გამოყოფილი. ხორცისთვის ასეც უნდა იყოს, ხორცი განსაკუთრებულად სათითვიო პროდუქტია. უსაბუთო ხორცი რატო გაქვთ ობიექტს? საბუთი გვაქვს კი. არ ვერ გექნებათ, ხორცი არაა დადამღული, რითი ამტკიცებთ რომ ამისია. აი ერთი ბეჭედი 4 კიდური აქვს, გაუჭრელია და 4-ვე კიდური კამერი დავათვალიეროთ. 1 2 და შევატრიალოთ, ერეკლე შემოდი. აი გარედან გადაიღე, ხელს ჩავწევ 3 და 4. ერთი ბეჭედი მაჩვენეთ და დამიმტკიცეთ რომ აი ხბოს ხორცი საბუთი მაჩვენეთ. ნუ აქ ისე თუ ასე რაღაცას აი ბეჭდის ყავს, აი აგერ ვუყურებ. და კარგი, ამას მივიღებ როგორც ბეჭედს, მაგრამ აქ ბეჭდის ნატამალიც არ არის. ეს არის უსაბუთო ხორცი, რომელიც კანონმდებლობით ექვემდებარება ჩამორთმევას, დალუქვას, განადგურებას და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეს უნდა გააკეთოს წესით და რიგით. დღეს დავაკმაყოფილეთ ჩვენი მაყურებლის ინტერესი თუ რა ხდება რესტორან მაგნოლიაში, რომელიც კახეთის გზატკეცილზეა, თბილისიდან გასასვლელია კახეთისკენ და გზად აუცილებლად შეხვდებათ ეს რესტორანი. დავინახეთ რომ ძალიან ბევრი სტუმარი ყავთ და ეგრეთ წოდებული გარაჯკაა სამზარეულოში, მაგრამ ამის მიუხედავად ძირითადად მაინც ობიექტი არის მოწესრიგებული და ნამდვილად შეგვიძლია ამ ობიექტს სისუფთავის მხრივ რეკომენდაცია გაუწიოთ. მაშ ასე ჩვენ ვართ რესტორან მაგნოლიაში. რესტორანი ქალთევზა. კახეთის გზატკეცილი, თბილისი. რესტორანი, სადაც გამოცდილ მეზღვაურებს ქალთევზები ხვდებიან. აქ არის გასახდელი და საპირფარეშო. ცალკე სივრცე არის გამოყოფილი. აქ გამწოვი გაუქმებულია, ეს გამწოვი არ მუშაობს, თუმცა ძალიან კარგი გამწოვია, კედლები კარგია, იატაკი კარგია, ჭერი მოწესრიგებულია, გამწოვი აშკარად გასაწმენდია, იმედია გაწმინდავენ, გასქურა გაწმენდილია, გასუფთავებულია და კარგი არის ზედაპირები, უჟანგავი ზედაპირები, ფანტასტიკურია. ნუ აქაც ძალიან კარგი იქნება თუ გადააკრავენ აუცილებლად უჟანგავს, იმიტომ რომ ეს არის პრინციპში არასწორი, იმიტომ რომ სათანადოდ ვერ სუფთავდება. ეს არის ბოსტნეულის და ხილის მაცივარი. ნუ რაც ძალიან არასწორია, ეს არის აი ობისოკოთიცად არის უკვე ნახეთ. ეს მწვანილია შენახული, მაგრამ ჯობია რომ დასველებულ, დანამებულ ქაღალდში იყოს, რომელიც ყოველი მის მერე ახალ პარტიის შემდეგ შეიცვლება და არავითარ შემთხვევაში აი დაობებულ პარკში არ უნდა იყოს. აი თქვენ მეუბნებით არ მუშაობთ და ეს ყველაფერი ჩვენთვისაა. თუ ამდენ ხილს თქვენი მეპატრონე ყიდულობს თქვენთვის, მაშინ მე ხელი ამიწევია. სასიამოვნო სიგრილე ხდება რესტორან ქალთევზაში. სივრცე არის, სუფთა იატაკი. დიდად ისეთი გამორჩეული ინტერიერი არ არის, მაგრამ არის სუფთა. მე ვხედავ რომ ფარდები არის ნამდვილად სუფთა, არის სარკე. სადაც ქალებს გვიყვარს თან გაპრანჭვა და თან საჭვენის მირთმევა. ნახეთ სუფთა და ეს არის უკვე სასიამოვნო, აი რაღაც ესეთი კედელი აქვს მეტლახის. ვერაფერს ვერ ვიტყვი, განსაკუთრებული დიზაინი ნამდვილად არ არის, არის ძალიან უბრალო. მხოლოდ ერთი რამ აკლია ამ დარბაზს სტუმრები. მაგრამ მოდით გავიხედოთ გარე სივრცეში, აბა ვნახოთ იქნებ იქ არიან სტუმრები. ბაღია, ვენახი. აბა რა გითხრათ? რაღაც აქაც მანდამაინც ვერ ხედავთ დიდ სტუმრიანობას, თუმცა აი ეს რატოა აქ რაღაცა ისინია წყლის მილები, შლანგები და ასე შემდეგ, რაღაცა ინვენტარია ეტყობა. რაც რა თქმა უნდა არ ალამაზებს ამ გარემოს. ცოტა მოუწესრიგებელი ეზოა, პირდაპირ გეტყვით. აი ეს რაღაცა უცხო
საგნები რატოდებს არ ვიცი, თუმცა ბროწეული. უფ, როგორ გამოიყურება. ნახეთ რა ლამაზი ბროწეულია. ნამდვილად ლამაზი ბაღია, ვაშლი, ბროწეული და აგერ ყურძენიც. კახეთის გზატკეცილზე არის უამრავი კვების ობიექტი, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა და აი აქ რატო ესეთი სიცარიელე ვერ გეტყვით, აქ გაჩერება ალბათ არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტი არ არის და უფრო ალბათ მარკეტინგის საკითხია, რატო ჩერდება ზოგიერთ გზისპირა რესტორანში ძალიან ბევრი ადამიანი და ზოგში საერთოდ არ შემოდის. აი აქ გაქვთ ჩაყინული პროდუქცია, მზა პროდუქტებიც და ასე შემდეგ და ამას შეხედეთ. აი მობძანდით ნახეთ, აი რა პრეტენზიები მაქვს რო იცოთ. დღეს ვალაგებ აი და ჩემი შვილი და ჯერახამდე არ მოსვლად უნდა გამოვხდო და ისა. კი, უნდა გამოვხდოთ და უნდა გაასიფრაოთ ყველაფერი. ეს თევზის მაცივარია, თუ თევზის მაცივარია, ცალკე უნდა იყოს და ხორცი არ უნდა იყოს. ეს თევზი როდინდელია? აი, ალბათ 2 კვირა იქნება. 2 კვირა. 2 კვირა კი არა და ამის ვადა საერთოდ აი ის არის, რა ქვია, გაურკვეველი რამდენი ხნის. ეს რამდენი ხნისაა ხორცი? ეს არ ხმარობთ მაგას. თუ არ ხმარობთ, მაცივარში რატო ინახავთ? ეს თუ ერთდროულად არის, აი ეს და ეს შვაში იყო მოთავსებული, ერთ ხმარობთ, მეორეს არ ხმარობთ. კარგით, გასაგებია. პურიც არის გადასაყრელია, კი ბატონო, ვიცი რომ პური ნარჩენებია. ეს არის ნარჩენები უკვე სუფრიდან აღებული, ალბათ ცხოველისთვის აგროვებთ, ან პირუტყვისთვის და აქ კი ბატონო არ არის პრობლემა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ პური ახალია და მეუბნებით სუფრიდან აღებულია და მეუბნებით არ მუშაობო. აი ობიექტი, რომელიც არ მუშაობს, ხორციც არის დაბესტურმებული, პამიდორიც არის, ყველაფერი აბსოლუტურად ნახეთ პროდუქტი არის ჩვეულებრივად. ქათრის მწვადია, ნახეთ. აი სითხე არ ვიცი რა სითხე ასხეა შეგნით. ყოველ შემთხვევაში ძალიან აი ცუდი ვიზუალი აქვს და აი ბოსტნეულზე და სუნია მაცივარში აუტანელი, გაფრჭებული მის სუნია, ბოსტნეული სუნია, კულერები გასაწმენდია, ობიექტი ჩვეულებრივად მუშაობს, არ მუშაობს ვერანაირად ვერ დავიჯერებ და აი ნახეთ, აი ეს რა არის, იცით? აი ეს არის დამპალი პამიდორის წვენი, ნახეთ? აი ეს არის დამპალი პამიდორის წვენი. მოდით ახლა ძალიან სათუთად გადმოვასხამ და აი შიგნით ნახეთ რა არის. აი შიგნით ნახეთ რა არის, შიგნით არის ბულიონი. ეს არის კერძებისთვის გასაკეთებლად შენახული ბულიონი. აი ეს არის რეალობა სამწუხაროდ რა ხდება, როდესაც სათანადო კონტროლს არ ექვემდებარება ობიექტი. აი მივადექით ადგილას, სადაც მეფეები თავისი ფეხით მიდიან. ეს არის რა თქმა უნდა სველი წერტილი და მოდით დავათვალიეროთ, ესეთი თურქული ტიპის ტუალეტია, მაგრამ სუფთა უნდა გითხრათ. არის წყალი, არის თხევადი საპონი და აბა ვნახოთ თუ არის ხელსახოცი. ცარიელია, ხელსახოცი არ არის, ამიტომ ხელს ვერ გავიმშრალებთ. სულ ეს იყო კახეთის გზატკეცილი 195 რესტორანი ქალთევზა.